მოგესალმებით მეგობრებო. Გონი ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქართული ტელევიზია უკვე დიდი ხანია აღარა ისეთი მრავალფეროვანი და საინტერესო, როგორც 2000-იანებში, ანუ მის ოქროს ხანაში იყო. რა არის ამის მიზეზი? პასუხი მილიონნაირი შეიძლება იყოს. მოძველებული რეპერტუარი, YouTube-ისა და ინტერნეტ სივრცის აღზევება, გადაცემების დაბალი ხარისხი, მოკლედ შესაძლოა ყველაფერი ერთადაც. რადგან ტელეინდუსტრია ჩემი და თქვენი ბავშვობის დიდი ნაწილი იყო და არსებული სენტიმენტების გამოისობით მისი ამგვარი დაცემა გულს გვტკენს, მოდით განვიხილოთ რამდენიმე იდეა, რომელიც სფეროს აუცილებლად აყვავებს და მაყურებელს ეკრანთან დააბრუნებს. უეჭველი დამიჯერეთ. Welcome to Bottom Gear Mates. გასართობი პროგრამა პირველ რიგში საინტერესო უნდა იყოს და არაფერი მინახავს ცხოვრებაში იმაზე საინტერესო ვიდრე ავტომარიაჟი. თუ კი ისედაც ყველა პროექტის ფორმატს სხვებისგან ვიღებთ, რატომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ გავრისკოთ? ანუ მასალა ფაქტიურად თავისით გენერირდება, ხოლო გასაკეთებელი მანქანების მეტი ისედაც რა გვაქვს. რაც მთავარია, არავინაა ქართულ ხელოსანზე უფრო კრეატიული. წარმოიდგინეთ შემოქმედებითი თავისუფლება რომ მიუცეთ, რა სიზამენ. მანქანაში ჩაშენებული 360 გრადუსით მბრუნავი ნარდის მაგიდა. სიგარეტების დისპენსერი, რომელიც მხოლოდ ყვითელი ქემელის ღერებს ყრის. ფენოვანის ფორმის кейსი სავარძლების სახელურებში, რომელიც აკუმულატორზეა დაერთებული იმისთვის, რომ თქვენი ფენოვანი ცხლად შეინახოს. მოკლედ მოდერნიზაციას პლუს ეროვნული ელემენტები. იდეალური რეცეპტი მანქანისთვის, რომელიც არ დაიქოქება. ნუ მაშინ ყოველთვის შეგვიძლია მეორე ეპიზოდად გავწელოთ გამარიაჟების პროცესი და ეს მონსტრი ხელოსნების შემდეგ ჯგუფს ჩავაბაროთ ქალაქის მეორე ბოლოში. და თუ გავიმართლა და იმათ ჯერ წინა ჯგუფის პროფესიული უნარების ლანძღვის შემდეგაც ვერ გააკეთეს, მოგზაურობას განვაგრძობთ და ერთი მანქანით მთელი სეზონი გვიჭრავს ხელში. რაც შეეხება წამყვანს, ანუ ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებას. აქ ორი აზრი არაა, ისევ XZBT უნდა მოვიყვანოთ, სხვას მაინც რას აკეთებს. ამ გენიალური პრეზენტაციის განმავლობაში ვიცი, რომ ბევრი კითხვა გაგიჩნდებოდათ. ყველას ვერ გამოვიცნობ, მაგრამ უეჭველი დაფიქრდებოდით. კი, მაგრამ ნეჰაი ვინო ხერი დათანხმდება ან თავისი მანქანის ასეთ დღეს ჩაგდებაზე ან მითი სიარულზე. ძალიან მარტივია, მანქანებს შევისყიდით თავად ხალხისგან. ოღონდ ისეთ მდგომარეობაში პატრონი უკვე მოშორებაზე რომ იყოს კონცენტრირებული და ძალიან ძვირიც არ, უпростоრად ძალიან გული რომ არ დაწყდეს. შემდეგ კი ეს გალამაზებული პიპიები ტაქსისტებს დაურიგოთ. არც მათ მოუწევთ საკუთარი თანხით შეძენილი მანქანების რესურსის ხარჯვა და ვერც თქვენ დამარწმუნებთ რომ დამღლელი დღის შემდეგ ამით არ გესიამოვნებოდათ სახლამდე მგზავრობა. ან ბარამდე მით უმეტეს. ესეც ერთი მშვენიერი გასართობის შოუ, სრული ორიგინალი ექსპერიენსის მისაღება და აუცილებელია იგი შაბათ-კვირას დილაობით გადიოდეს ეთერში. სადღაც ესე 10-ისკენ, ხოლო საყურებლად როცა ჩაუჯდებით, ჩაი და ჯარისკაცებად დაჭრილი პურები არ დაგავიწყდეთ. მე მამა შენი ვარ. არა, მეგობრებო, ეს ის ვიდეო არაა, სადაც მთლიან სიუჟეტებს სამყაროსა და პერსონაჟებს ვიგონებთ. ამჯერად რაღაც გაცილებით უკეთესი მოვიფიქრე. ჩვენი ტელეეკრანები უკვე კარგა ხანია წალეკა ინდურმა და თურქულმა მელოდრამებმა. ვინ უყურებს მათ? ძირითადად უფროსი თაობა. თუმცა სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰობი სოციალიზაციასაც მოითხოვს თავის თავში. ამ ბედნიერებას ხშირად უწევთ მარტონი ეზიარონ, რამე თუ უმეტესად ოჯახში თანამოაზრე არავინ ყავთ. აბა დაფიქრდით, როგორი იქნება თქვენ რომ უყუროთ რაღაც სერიალს, ძალიან მოგეწონოთ, მაგრამ ამაზე ვერავისთან საუბარი ვერ მოახერხოთ. თუ კი გარშემო ხალხი არ აყვათ, ონლაინ ფანდომს მაინც შეუერთდებით უკანასკნელ ხსნად. ბებია-ბაბუებს კი ეგეც არა აქვთ. ამას გარდა ეს მელოდრამები ზედმეტად, დიახ, ეს სიტყვა საკმარისი არაა, მაგრამ ზედმეტად ჩახლართულია და ხშირად თავსა და ბოლოს ვერ გავუგებთ. ამიტომ მოდით ნუ დავტოვებთ ამ ხალხს გაუგებრობაში და საშუალება მივცეთ ვიზუალური მედიით სრულფასოვნად დატკბნენ. ესე იგი, რაში მდგომარეობს ამ გადაცემის არსი? ალბათ იცით, რომ მნიშვნელოვანი საფეხბურთო და სხვა სპორტული ტრანსლაციების წინ და შემდეგ არის 15 წუთიდან 9 საათამდე მინი გადაცემები, სადაც განიხილავენ შემადგენლობებს, ტაქტიკებს, სტატისტიკებს, დაშვებულ შეცდომებს, მიღწეულ წარმატებებს და მომავლის პროგნოზებს. ახლა ამ ბექგრაუნდიდან მოხსენით სპორტის ექსპერტები და ჩასვით რამოდენიმე ბებია. შედეგად მივიღებთ ძალიან საყვარელ და საინტერესო ინტერაქციულ შოუს, სადაც ყოველი სერიის წინ და შემდეგ მოისმენთ ამ კონკრეტული ეპიზოდის ყველა ნიუანსს. ვინ ვის უღალატა, ვინა ცუდი ან კარგი პერსონაჟი, რაც შეიძლება ველოდეთ შემდეგ სერიაში და ბონუსად. მთლიანი ნამუშევრის მხატვრული ხარისხის შეფასება. თავისი მსახიობების გარეგნობა ოსტატობის ჩათვლით. მაყურებლებს ასევე შეუძლიათ დარეკონ და პირდაპირ ეთერში ჩაერთონ განხილვაში, თუ კი რაიმე კითხვა აქვთ, ან თავისი აზრის გაჟღერებაც სურთ. მოკლედ, მაყურებელიც იგებს ტელევიზიაც, სერიალების ავტორებს და რაც მთავარია პენსიონერებისთვის ეს დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცევა. ნუ თუ ეგეც არ აკრძალეს. Welcome back to LOL! რეალიტი შოუების პოპულარობა დღესდღეობით უფრო და უფრო იზრდება, განსაკუთრებით იმ ფორმატის, სადაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გარკვეული დროით ერთ სახლშია შეყრილი და რომლის ადაპტაცია ჩვენთანაც სცადეს. არა და კიდევ მილიონნაირი უფრო საინტერესო რეალიტი შოუს ვარიანტი არსებობს. ჩემი პირადი ფავორიტი სხვადასხვანაირი ცხოვრების წესზე დაკვირვებებია. მართალია ხშირ შემთხვევაში ეს სიტუაციები დადგმული ან გაზვიადებულია, მაგრამ მაინც რაღაცას გასწავლით, ცოტათი მაინც გაგიფართოვებთ თვალსაციერს. მოკლედ, გავაერთიანოთ ეს მოცემულობა უკვე ნაცნობ სიტუაციასთან. შევკრიბოთ რენდომ
მიკროინტერნეტ celebrity-ები, გავყოთ 2 გუნდად, მივცეთ თითო მიწის ნაკვეთი, საჭირო აქსესუარები და გარკვეული დრო საუკეთესო მეურნეობის გასამართად. თავისი ბაღით, ბოსტანით, ფერმით და წარმოებით. თქვენ წარმოიდგინეთ ჯერ საქმის განაწილების პროცესი, მერე უკვე სამუშაოების შესრულება, როცა არანაირი მსგავსი გამოცდილება არ გააჩნიათ. გასართობი ტელევიზიის ჭეშმარიტი პიკი და არა მხოლოდ. დიახ, ჩვენ აქ ნეჰა ინდუსტრიებში არასდროს არც ერთი წამით არ ვივიწყებთ საზოგადო სარგებელს. ჩვენი ძვირფასი რეალიტი შოუს ვარსკვლავების მიერ მოყვანილი ხილბოსტნეული არაფრის დიდებით არ მოაღწევს ფართო მოხმარების დახლებს. ანუ ვერც მაღაზიაში, ვერც ბაზარში ვერ იყიდით. ეს სანოვაგი მთლიანად მოხმარდება მთელი საქართველოს კულინარიული შოუების მომარაგებას, საკვები მასალის უსარგებლოდ ფლანგვის და ჩვენი კომპანიისადმი გამოგზავნილი საჭიროების შესამცირებლად. მადლობა, საჭირო არა. დღეისათვის ამ ეტაპზე სულ ეს სიახლეები არ ისი შემოთავაზებად შემიძლია. თუ კი რამე კარგი იდეა გაქვთ, არ დაიზაროთ და აქვე კომენტარებში გააზიარეთ. ხოლო თუ ვიდეო მოგიწონათ, დალაიქეთ და არხი გამოიწერეთ. იმ შემთხვევაში თუ მაყუთა პროდიუსერი ხართ, რომელსაც ვიდეო მოეწონა, ჩემი საფულე გელოდებათ. სხვათა შორის description-ში ვუცითებ ხოლმე, მაგრამ აქ არ მიხსენებია. TikTok-იც მაქვს, სადაც ვიდეოებიდან პატარა ნაწყვეტებს ვდებ ხოლმე. თუ გაინტერესებთ, ეგეც ნახეთ. მოკლედ, როგორც ყოველთვის, ეს აქ ჩემი ბოლგაელობა არა და კარგად იყავით.